ჩვენ მოსახლეობას ჩვენ ამოჩვენოთ არა აქვს ბერკეტი, ეფექტიანი ბერკეტი ხელისუფლებას ზეწოლის. ძალიან სასამართლო იქნება ეს, პოლიტიკური ინსტრუმენტები იქნება და ამიტომ ეშინიათ რომ რაღაცა შეიძლება ჩემი არის შოთა არასწორ შიშებს აღვივებს, მაგრამ რომ შიშები მოსახლეობას კონდეს. შიში ხო იქიდან გამომდინარე რომ სუსტად გზდობს თავს, ანუ დაუცველად გზდობს თავს. არაბი შეიხს არეშინია პაკისტანელი მიგრანტის, იმიტომ რომ არაბი შეიხი თავის ქვეყანას აკონტროლებს. ჩვენ ვერ აკონტროლებთ, რომ საბოლოოდ ჩვენ მოქალაქეებს ეს შიში ბუნებრივი აქვს, იმიტომ რომ აბა მითხარი რამდენია შანსი რომ მე ხა დავაარსო შპს და უთხრა რომ 1 ჰექტარი ტყე მომეცით მეთქი 33%-ს მივცემ. არა 53-ს, არა 93-ს, 33%-ის სანაცვლოდ მომეცით 1 ჰექტარი ტყე და მე კიდე ჩემ ტყე და ტბა და შვენიერი კარგი ნაკვეთი სადმე რაც მე მომეწონება. იმდა წაგიყვანი 600 ჰექტარზე. ისა კი ბატონო, წანისის მხარეს რო არის, უდაბნოში დაიკარგება მე ნახავ. 1 ჰექტარს თუ მომცემს თავრობა, ჩემი შპს 33%-ად მე მივხედავ ამ ჰექტარს. არა, ხოდები, აი მოდი ის კონტრაქტი დავაკომპლექტო. მაგრამ პრობლემა საბოლოო დადის იქამდე რომ საბოლოო ჯამში, რადგან მოსახლეობას არ აქვს კონტროლი თავრობაზე, ეშინია